პარასკევს ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებსა და სარაკეტო ბაზებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ 14 ივნისის ღამის განმავლობაში მხარეებმა ერთმანეთზე ინტენსიური იერიში მიიტანეს. უცხოური მედიის ცნობით, ირანის მიერ ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით მიტანილი იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 10-ობით დაშავდა. აფეთქებები ისმოდა იერუსალიმსა და თელ-ავივში. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ირანში მდებარე სამიზნეებზე საჰაერო დარტყმებს აგრძელებენ. ისრაელის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ შაბათს ღამით თეირანში თავდაცვითი ბაზების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ტალღა განახორციელეს. ღრმად ვართ შეშფოთებული ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ზრდით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიკა გვარამიას პატიმრობას ეხმიანება, როგორც განცხადებაში წერია, ეს ფაქტი მოითხოვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძლიერ რეაგირებას ახლავე. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის დამატებით $1.9 მილიარდ ევროს გამოყოფს, ანუ დაახლოებით $2.2 მილიარდ სამხედრო დახმარებისთვის.